მოგესალმებით 14380-ვე ჩემო უახლოესო მეგობარო, როგორ ხართ, რა შვებით, რა ვიცი, დავიკარგე მეც, მაგრამ დაგიბრუნდით ყველაზე გასართობი, ყველაზე მატყუარა პროექტით, რომელსაც დავარქვი პინოქიო. უკვე იტყუება ყველაზე მატყუარა გასართობი პროექტი, მე მაქვს გააცუცურა კექვია, აუცილებლად გადადით და უყურეთ ამას. ჩვენთან ერთად არიან ბიჭები მოსული დღეს, გიორგი მაკარიძე, იბერიას მეკარე, საკმაოდ გამოცდილი კიპერი, მაგრამ ნახოთ როგორი ტყუილის სკილები გამოჩნდება. ჩვენთან ერთად ასევე არის ბასტო ვაჟა გოგუა, ალბათ არ ჭირდება წარდგენა, იმიტომ რომ ყველა ვიცის როგორი აუტანელი ადამიანია. ჩვენთან ერთად ასევე არის ლაშა გელაშვილი, რომელიც დღეს საოცრებებს გვპირდება, გადაცემის დაწყებამდე მეუბნებოდა რომ ეხლა ნახე რა ვუქნა ამათო და რა თქმა უნდა ვახტანგ ბოლოთაშვილი ყველაზე პუტკუნა საყვარელი ჩასაჯუჯღნი ადამიანი. მეგობრებო, ალბათ არ იცით, რა თქმა უნდა იციან, რისთვის მოვიდნენ დღეს აქ, მე კი მაინც ავხსნი წესებს, რომ თქვენც იცოდეთ. პინოქიოს წესები ძალიან მარტივია. მონაწილეები რიგრიგობით იღებენ თემას და სიტყვას. ერთი წუთის განმავლობაში კი უნდა მოახერხონ და ეს სიტყვა ისე უნდა თქვან, რომ მოწინააღმდეგეებმა ვერ გამოიცნონ. თითო ვერ გამოცნობაზე მთხრობელი მიიღებს 3 ქულას, ხოლო თუ მონაწილე გამოიცნობს მთხრობელის სიტყვას მიიღებს 2 ქულას. მე მგონი წესები ძალიან მარტივია, მაგრამ არ მგონია ამ თამაშის თამაში მარტივი იყოს, იმიტომ რომ მიცდია და მეცინება ხოლმე, როცა იმ სიტყვის თქმა მიწევს, რაც ამომდის. ხო, კარგი, ათაკ თუთაკო, ჩონჩორიკის მუთაკო, აკო ბაკო, ვის გაიყვან თქვა, სო. პინოქიო იმიტომ დავარქვი, რომ აი ხა დავაკვირდეთ. ვახო, შენ დაიწყებ ამ გრანდიოზულ გადაცემას, მაგრამ სანამ თამაში დაიწყებთ, მინდა გითხრათ, რომ მე უსაჩუქროდ არ დაგტოვებთ. დღეს ჩვენთან ერთად იქნება HubG, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სპორტული ორიგინალი ტანსაცმელი, რომელმაც ჩვენთვის გამოყოს 100 ლარიანი ვაუჩერი და შეგიძლიათ წახვიდეთ HubG-ში, თვითონ მაღაზიაში, გლდანში, მისამართი დამავიწყდა ამოვანათეთ. ვახო, დაიწყე აბა 100 ლარიანი ვაუჩერისთვის ბრძოლა. ჯერ სიტყვა ამოიღე, არა, ჯერ თემა ამოიღე. თემა ამოიღე, თუ გინდა უთხარი ბიჭებს, რა თემა გაქვს, თუ გინდა არ ვთქვა, ეხა ერთი სიტყვას ამოიღე. ავეტყვი რა თემა მაქვს ბიჭებს. აი, უთხარი. უნივერსიტეტი. ხო, უნივერსიტეტზე უნდა მოყვე უნივერსიტეტზე მოყვები ისტორია და სიტყვა არ გვითხრა, ხო? სიტყვას არ ამბობს? არა, სიტყვას არ ამბობს. ბაზარია. ბიჭებო, მობილიზდით. ვახო. ხო. სტარტს დავაჭერ, ზუსტად 1 წუთი გექნება და აბა ვნახოთ, როგორ მოატყუებ ბიჭებს. ეს სიტყვა ლოგიკურად უნდა ჯდებოდეს. ანუ არ შეიძლება ჩამოთვლა რაღაცას და ასე შემდეგ. მე მგონი. 1, 2, 3. წავიდა. მოკლედ უნივერსიტეტში ალბათ ყველას ქონია აქ შემთხვევა, რომ თამაშობთ ხოლმე ჯოკერს. ჯოკერში ანუ ყოფილი ხმაის შესვენებაზე რაღაცა შედიხარ რაღაც სარიელი მას ნახულობ აუდიტორიას, შედიხარ ამ სარიელ აუდიტორიაში და ხო ხდები რა, დადიხარ ყველა უნივერსიტეტში, ადიხარ სადაც შეხვალ რაღაც ოთახში შეიძლება ტარდებოდეს პირობითად იოგას გაკვეთილები, ან რაღაცა სიგიჟე ტარდებოდეს, იმიტომ რომ სარიელი აუდიტორიაა რა. შევდივართ ერთგან, არაფერი არ არის სხვაზე ხარ და შემოდის პროფესორი, რომელსაც ხელში უკავია ბიუსტი. და გვეუბნება ესეთ სიგიჟეს, რომ უკაცრავად მეგობრებო, ამ ოთახით უნდა გახვიდეთო რა. ნატო უნდა გავიდეთ რაღაც სხვაზე ხარ, სიგიჟი არის, რა თქია. ანუ თუ ბიუსტი უკავია ტიპს რა. და რაღაც საქმე მაქვს პატარავ. მეთქი რა ბიუსტი უკავია, რაღაც პროფესორი ალბათ რას ლექციონად ჩაატაროს. კაი, გავედით და დავხშა პასტა. აი რაც სამ სასაცილო იყოს 4 კაც ერთი პასტა ქონა. შემოვიდით, რომ პასტა ავიღოთ რაღაც და ეს კაცი იხდიდა კალგოტკას. ანუ სერიოზულად რა, ანუ გვეგონა რომ რაღაცა ლექციონად ჩაატერო და მოხუცი კაცი, სადაც 74 წლის კაცი კალგოტკას იხდა. ამოიწურა დრო. იმენა ზუსტად დავაცემინე. ერთი წამი ვახო, შენ ჩუმად იყავი, ეხა ამათმა იფიქრონ 15 წამი გაქვთ საფიქრელად. ძალიან რთულია ჩემი აზრით. ძალიან რთულია, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ისეთი სიტყვა ახსენა, მაგრამ სამი თქვა რა. მაინც კარგად ვინც დააკვირდებოდა ჩემი აზრით. კარგი, ამოიწურა დრო, უნდა დაწეროთ. და სამთვლაზე შემოატრიალოთ ერთად. კარგი, 1, 2, 3. იოგა, კალგოტკა. ვახომ დააგროვა 6 ქულა. ბრავო, ვახო. თემა ეს არის. თემა არის ის, თემა ის არის. მიხვდები რა შენ. შეგიძლია თქვა თემა? მე რა ვიცი. თემა არის. შეგიძლია თქვა თემა, შეგიძლია არ. არ ვიცი, ეს არის თემა თუ ეს არის თემა. მიხვდები მარტივად.
შეგიძლია თქვა თემა თუ არა? კი. ხარი რა თემაა? თემა არის მანქანა. კარგი, პინოქიოს მეორე მონაწილე, ლაშა გელაშვილი 1 2 3 წავიდა. მოკლედ, მეგობრებო, ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ რა, დაახლოებით 2 წლის უკან ვიმოგზაურე სხვა ქვეყანაში რა და სხვა ქვეყანაშიო წავედი, ვიქირავე მანქანა რა. და ამ მანქანაში რო ჩავჯექი, ძალიან მაგარი მანქანა იყო, აი ცოტა რეტრო სტილის მანქანა იყო და დავაწექი აი ძალიან დიდი ტრასები რო არის, ხო გაქვთ ნახე, აი რო არ ჩერდება, სუპირდაპირ მიდიხართ რა. შევამაწვა მელანქოლიამ რა, მეთქი რა უნდა გავაკეთო მეთქი ხა ესეთი ემოციური ვარ და ჩავრთე გორილაზის მელანქოლი ჰილს რა. ხო და მივდივარ მოკლედ რა და ამ გზაზე და მუსიკას უსმენ მარტოზე ვარ და უცბად დავინახე ჰიდროელექტროსადგური რა. და ამ ჰიდროელექტროსადგურზე მე რო ცოტა ხანი გავაჩერე, გადმოვედი, მაინტერესებდა რა, მუშა მდგომარეობაში იყო თუ არა და ზოგადად მიდიოდა თუ არა პროცესები რა და მე ამ ჰიდროელექტროსადგურზე რო შევედი რა, დავინახე რომ კაქტუსი იდო რა და სათვალე ეკეთა შავი ამ კაქტუსს და რომ მიხვიდოდი რაღაცას რო ეტყოდი, ეს კაქტუსი უკან გიბრუნებდა ხმას და უთხარი რა შვები როგორ ხარ მეთქი და მითხრა კარგად შენო. всё. კარგად შენო გითხრა? კარგი. აბა ძალიან რთული. მეგონა რა გამოიცნობენ. ბიჭო, მე დაწერეთ, მე პროსტა ჩემი საყვარელი ბენდია და უფლება არ მაქვს ეგ არ დავწერე. 1 2 3 მელანქოლია. მელანქოლია, კაქტუსი. არა, ჰიდროელექტროსადგურის შანსი არა. და ლაშა რა იყო ბიჭებს უთხარი? ჰიდროელექტროსადგური. არა, მელანქოლია იყო. კი, მელანქოლია. მელანქოლია. კაი იყო, მელანქოლიკი კაი იყო. სიგარი. და ჯამში. მე ჩარტი. ისი მაღვიძარად მეყენა. ჯამში 5 ქულა. ბოდი შევცებ რაღაცას რა. on melancholy hill მეყენა მაღვიძარად რა. ერთხელ შევდივარ მაღაზიაში და on melancholy hill არის ჩართული და მამაჩემ ამის რა პლეიერენ მაღვიძარა ჩართულიო. ინა სვანზე რა იცო და მომოჭე 6 წელი on melancholy hill მაღვიძარა და იმას ეკვრა. ამოვიღე თემა არის. დიახ თემა არის კერდი ქუჩა არის თემა აი, ქუჩა მოვიდა თემა. კერჩი არის. ქუჩა მოვიდა ქუჩა. ეს ქუჩა, ანუ ქუჩაზე უნდა მოყვეს. სიტყვა ქუჩა მოვიდა. თემა მოვიდა ქუჩა. ეს ქუჩა და სიტყვა არ ვიცით რა მოვიდა. ბაჟა. 1 ჯერჯერობით სხვა შორის კარგად იცნობთ, მე გამიჭირდებოდა. 1 2 3. არჩე ხო გახსოვთ რა, ესეთი ჩემი ცოლის დაქალებში იყო ესეთი სიტუაცია, როცა მიშკა და ჩაკუჩა ხოდავდნენ რაღაცა ქუჩაში რომ იმებს აკეთებდნენ, ხო იცი, აი კეთილმოწყობილი ფაცხების გაკეთება უნდათ რა, ეგეთი რაღაც ბირჟა რა, ბირჟების კეთილმოწყობაზე ბაქარასთან და თენგოსთან მივიდნენ პროექტით, რომ კარჩი არა, ბაქარასთან და თენგოსთან მივიდნენ პროექტით, რომ კაროჩე ქუჩაშიო ეს რა გათბობები დავაყენოთ, ის ქნათ გავაკეთოთო რა და გადაობა იყო დევდარიანმა დაწერა რაღაცა, რომ ვითომ აი ცოტა გააზვია და მაგრამ რო გააზვია და მე როცა უბანში გავედი, რაღაცა რო გავაკეთე ბიჭებთან ერთად, გავედი უბანში რა, ტიპმა თქვა რომ ძალიან კაი იდეაა მართლა რა, ანუ სერიოზულად მიიღო და სერიოზულად დაიწყო მაგაზე მუშაობა და ამბობდა რომ კაროჩე ყველანაირად კარგი არისო რა, ეკონომიკის პონჩიც კარგი არისო, თავისი ის ეყოლებაო, ბუღალტერი ეყოლებაო ამ ყველაფერსო, ეცოდინებაო რომ რამდენი შემოვიდა, რამდენი გავიდაო, აუ არ ვერ მოსწერი. აბა ანუ შეიძლება რომ სიტყვა არ ქონდეს ნათქვამი? ნათქვამი აქვს, მე ხო ვიცი. ნათქვამია, კაცო იტყუებო თან დასაწყისში ხო. ვიცი სიტყვები რაც მან ჩავყარე და ნათქვამი აქვს. თუ არ ექნებოდა ნათქვამი, მაშინ თვითონაც აღიარებდა და ეგრევე 0 ქულა დაეწერებოდა თქვენ ყველას 2 ქულა. რამდენი სიტყვა გამომავე? არა ჩვენო. არ ვიცი. 3-მდე დავითვლია შემოატრიალეთ. 1 2 3. ფაცხა, ფაცხები და ჩაკუჩი. არ მეგონა. და პირველად დაფიქსირდა პინოქიოს ისტორიაში, რომ 9 ქულა იყო. ეკონომიკა. ეკონომიკა იყო. ხადაო, აი ძალიან მარტივი სიტყვა ამოვიდა გამართლა. ხო და ეკონომიკურ ამბავში რომ ამბობდი, მანდ გავჭედ და ეკონომიკა ამოიხოდება ეკონომიკას იმიან ნებისმიერ შენ რო ამოგსწოდა ეხა წარმოიდგინე და ვერავინ ვერ პრობლემაა. მეც რო ამოსწოდა ვიტყოდი რომ აი ისეთ ქვეყანაში ვიყავი მეთქი. ამოღებაც უნდა იცოდეთ მეგობრებო ათემა. აზარი არა. ემენა იზი მოუძე ითამაშა ძმამ. ანუ მწვანეზე ჩართო თამაში. მწვანეზე ცხოვრობ ბავშვი. თემა რა გაქვს მაკარეტყვი ბიჭებს?
ბარი გაქვს თემა და სიტყვა აუ გიჩები რომ მოვიდეს ჩაბუჯო. კარგი, ბიჭებო, მობილიზდით. არ შევაწყვეტინოთ ერთი წუთის განმავლობაში. 1, 2, 3. ხო, რა იდეა შეგაა რა, ეგ თემა იყო, რომ ბარში ვიყავი რა, იტალიაში ბარში და იქ წავედი, რესტორანი იყო და მე რესტორნის მერე ბიჭები, გოგოები ერთად გავიჩითეთ და წავედით იმაში რა, ბარში. და მაგარი სიმღერები გაიჩითა იქ რა, რავი, ყველა მღეროდა იქ ის იყო, რა ქვია. ელვის პრესლის სიმღერა ჩაერთო ვაფშე რა, შუაში იყო, არ ვიცი, მაგრამ ჩაერთო. მე გავიცანი ერთი ტიპი რა, ამ ტიპს ერქვა ედვინი რა, ხო და ამ ედვინმა, კაროჩე ესეთი რაღაცა მელაპარაკა რა, რომ ერთი მომღერალი ვიციო, გიტარაზე უკრავსო რა და არ ვიციო, კაროჩეო, რა ქვიაო მაგ მომღერალსო რა. ხო და მეთქი რა ვიფიქრობდი და გიტარაზე ერთი ბანდერასი გამახსენდა. მეტი ვერავინ ვერ გავიხსენე, ხო და მე გადავერთეთ რა თემაზე, იცი? სახამოსო საწავიდეთო რა, ხო და წავიდეთ მეთქი მაგარი რესტორანი ვიცი თქო. კატა ქვია თქო რა რესტორანი. ამოიწურა დრო. 1, 2, 3. კატა, ელვის პრესლი, ბანდერასი. ბანდერასი იყო, ხო? და ბანდერასი იყო. ბიჭო, ერთი წუთი, აი, ნახე ელვის პრესლი არ დავწერე, იცი, ბანდერასი ეწერა თუ ანტონიო ბანდერასი? არა, ბანდერასი. მაგიტო დავწერე, რომ ანტონიო ბანდერასი იქნება და არა ელვის პრესლი. სიტყვა არის, ლაშა, ყველა არის ერთი სიტყვა. კარგი, შანსები გააქვთ ბიჭებო, ჯერ კიდევ ძალიან დიდი. და ვახო, ამოიღე. ეს არის თემა, აი აქ. და თემა, ხო, აშკარად, ხო, იმიტომ რომ ფეხბურთია თემა. 1, 2, 3. ამაზე ფეხბურთს უყურებთ რესტორანში, ბიჭო და ალბათ აი მაკარაც უყურებთ ხოლმე ფეხბურთს და ძალიან ცნობილი თემაა, რომ ფეხბურთელები შუა ფეხბურთის დროს აი ბოდიში და აი მინა ლორწოს იღებენ, შვებიან რაღაცებს შვებიან და ვიღაცა ტიპი ამობს რომ რა პონტია ბიჭო ჭამთო და ფეხბურთელებმა რომ შეიგნონ რომ ვიღაცა რესტორნიდანაც უყურებთ რა მათ შიქ ხო არა აქვს და ერთ-ერთ ფეხბურთელის ნათესავი ამის რომ შენ ბიჭო ვიზი ამბობ რომ შიქ ხო არა აქვს რა ამ ქართულ ფეხბურთელზე რა რომელიც თამაშობს ევროპაში და სერიოზული გარჩევები დაიწყო გარეთ გავიდნენ და ყველაზე გადაობა რა იყო ამ ტიპმა იმის გამო რომ პარკინგი იყო იქ და პარკინგზე რომ ის გაეჩნდა ადგილი სტაიანშიკს მიცა თავის დროზე 10 ლარი და სტაიანშიკს ხო ახსოვდა იმან 10 ლარი მიცა და დაინახა რომ კამათია და რაღაცა და სტაიანშიკს ხელში ეკავა რაღაცა აი ის რა ქვია სტაიანშიკის დუბინკა და ეს დუბინკა აიღო და თავში გადაარლეცა იმ ტიპს კი არ გადააცა ჩაარტყა მეორე ტიპს ვინც ეკაჩავდა ამ ფეხბურთელის ახლობელს რა მოვიდა სასტრაფო კაროჩე რაღაცა ატყდა რაღაცა წილი ამოიწურა დრო კაი ფიქს რატო იწყეთ? გახსოვთ ხა რა იმას რა? მაგარ დაწერე? იასნა. აი. ლორწო იქნებოდა, ლორწო ხო არ იქნებოდა. ლორწო თუ არის გენიოსია, ვაღიაროთ. ლორწო თუ არის სიტყვა. მაგრამ ლორწო არ იქნებოდა. დუბინკა ძალიან ბევრი სიტყვა ახსენა. აი პარკინგს დაწერდი შენ. მაგრამ კარგი რაც არის, ანუ ლოგიკურად ამ თამაშის თავარი მუღამი ეს არის მეგობრებო, რომ ლოგიკურად მიყვეს და პარკინგი ვითო? ხმამაღლა, ნუ შენი კონკურენტები არიან. 13 ქულა აქვს ბიჭო იმან აი ჩემი პასუხია დუბინკა კაროჩი შემოატრიალეთ დუბინკა ლორწო და სწორი პასუხია ლორწო ბრავო საღოთმო კი ეგ არის თემა გვეტყვი თემას სახლში უნდა ხდებოდეს რა სახლის გარშემო ჰაინრიხ ბიოლის უკაცო სახლზე რო ვისაუბრო აი ესეთი ჩავაქსოვე ჩემი ინტელექტი გაძლევთ ერთი წამი მოემზადეთ მობილიზდით შეგიძლიათ მართლა სიტყვები მოინიშნოთ ჩამოიწეროთ ხოლმე და იქიდან არჩიეთ 5 წამი ბაუს კი არ აკეთებ ბიჭო მაგრამ მაგარ ეს კრინჯი უმორი მევასება ზოგჯერ ლორწო თავიდანვე ისე ჩატეხა რომ მეთქი ვერავინ ვერ გამოიცნობს პროსტა შენ საღოლ მაგარ ძალიან кайი კარგი ლაშას ბევრი დრო ქონდა უკვე 3 2 1 თავსის საყრელო მოკლედ ეგეთი უცნაური ისტორია მაქვს მოსმენილი სკოლაში მომიყვა ისტორიის მასწავლებელმა რომ ესეთი ადამიანი იყო თავადაზნაური რა დიდი ქართველი რომელსაც ერქვა პეტრე მე-17 რა და სახლში ყავდა კურდღლები ბევრი კურდღელი ყავდა ეს კურდღლები მოაშენა მოკლედ რაღაცა უნდოდა რომ ჩახოხბილი გაეკეთებინა რა ძალიან ბევრი ჩახოხბილი გაეკეთებინა და ამ დროს ხო ამ დროს მოკლედ ერთ-ერთი რაღაც სტუმრები მოიწვია გემრიელი ჩახოხბილი გააკეთა ამ ჩახოხბილზე ასევე
არ ვიცი რატომ, მაგრამ იყო დაფნის ფოთლები მოყრილი და ამ დროს მოვიდა ვიღაც ადამიანი და მოუტანა წერილი და თქვენო ვინახავთ, მეო პოსტალიონი ვარო რა და რა მოიტანეთო და მეფის ბრძანება მოვიტანეო მორჩა დრო. ოხ, კარგი იყო. დასრულდა. საღოძმო. 15-ის მობა. ბიჭო, მე ჩაკურთხულს ვეძახი, ერთი წამი, ბიჭო, ერთად ნუ თამაშობთ. ბიჭო, შენ გიჟი ხო არა? მეც მაგას ვიძახიო. არა, კურდღლი ჩახოხბილი და საკეთესო მამაჩემ და ჩაკურთხულს ვეძახი. საღოლოს საღოლო. ლაშა, რამდენი ქულის კანდიდატი გონია შენი თავი? არა, გამოიცნობენ. ამოსაკაჩი გაქვს. უეჭველი გამოიცნობენ. ვახო დაწერე? კი, კაცო. მე დავწერე, მე 5 წამზე დავწერე მე. დაწერე? რო ყვებოდა. შენც დაწერე. დაწერე? რო ყვებოდა მე 5 წამზე. 3. თავადაზნაური. თავადაზნაური, პოსტალიონი. შენ ისეთ ნაბოზარი ხარ, თავადაზნაური დაწერე. სწორი პასუხია პოსტალიონი. მე თავადაზნაური რა დავწერე, იცი? პეტრე მე 17 რო თქვა, მეთქი თავადაზნაური რო თქვა, უეჭველი გაჭედილი. თემა ზღვა. კარგი. და ეხლა ტალღა მოგივა. ბანანი ამოუვა ეხლა. ბიჭო, ზღვა ძალიან ისეთია რა, შეუულია რომ კარგად დაიცადე. 1, 2, წავიდე. Короче, როგორც იცით მეგობრებო, ზღვა არ არის შესწავლილი რა. ანუ ყველაფერი უფრო გვაქვს შესწავლილი, დედამიწაზე რაც ხდება, ყველაზე შეუსწავლელიც არის ადამიანის ტვინი და ზღვა. ანუ ზღვა ოღონდ ეს სიარა, ანუ ზღვები რა, რაც არის წყლები რა, სიღრმეებზე რა. და არსებობს ძალიან მე ხავ TikTok-ზე უყურებდი ძალიან უცნაურ რაღაცას. Короче, ესეთი რაღაცა თევზი არის, რომლებსაც აქვს პატარა ეკლები, ესე ბევრი ეკალი აქვს და დიდია და ესე ნატურა აქვს. თავში და ესე დიდი ყბა აქვს რა. და ვიღაცები ეკრობიან რა, მამრები ეკრობიან და ის ეკრობიან, რომ ამის ნაწილი ხდებიან. და ეგეთი სტრანი რაღაცები არსებობენ რა და არის თეორია, რომ არსებობს ატლანტისი რო არის, ხო იცი? წყლის ქვეშა რო ჩაიძიდა ქალაქი რო იყო. არსებობს ეგ ვერსია, ეგეც არსებობსო. არის ვერსია, რომ ის რა ქვია იმას წყალთ სირინოზებიც არსებობსო. და არსებობს თემა, რომ პოსეიდონიც არსებობდაო და მაგათი ჯიში ვაფშე ლაყუჩებიანი ადამიანები. ამოიწურა დრო. ყველა არსებობსო. ჩვენ მიკაი. ჩემი მაინც ეს მქონია რა, ისინი ისე ტყილა ჩამოთვალე. ქორო ეხლა რომ გავაგორო დუშაშს ვერ გავაგორებ შენი აზრით? აი რენდომზე რომ გავაგორო შენი აზრით დუშაშს. შენ 2 კამასით გავაგორებ 3 დუშაშს. კარგი, მზად ხართ ყველა? ვა, ძალიან გამიკვირდება ვინმე თუ გამოიცნო. 1, 2, 3. ყბა. ნატურა. ყბა. ნატურა. როგორ გამიმართლეთ ლაშა ეხლა სირინოზია მომივიდა ზღვაზე. ისე ჩამოთვალა რომ მეთქი თუ თემაში იყო ეგა რა. ბიჭო, აი მან ეხლა მაგას ვიდა. ერთადერთი სიტყვა რომელიც ზღვასთან წყალთან ასოცირებული არ იყო ნატურა. აი მარცხანაზე ვარ. და მეთქი დაჟე გაუმართლა თქო ტიპს და ის ნატურია ითევზის იბაზე. მინისება თვითონ მოგცათ დუშაში რო გავაგორო. ანუ ეხლა რო გავაგორო დუშას გავაგორო. ეგ არ იყო ნიშნავ, რომ ბევრი ისეთი რაღაცა თქო რომ სირინოზი არ იყო მარტო რა, ანუ მართლა YouTube და კალატოზე ვონ, კალატოზე როგორც პროფესია ამოუვა და გიორგი კალატოზე ისაუბრებს და გაიგე მე ახლა. თემა რა გაქვს? ეგ თემა იყო? ანეკდოტი. ჩემი ძლიერი მხარე. აუ ჩემი. აქამდე არ ვიგონებთ ხო ისტორია. ბასტო სამოაღებრი და სვანს ამოგე. სავლა რამიანი 10 წამი მაინც. ჭიჭი 99 ხი კაცა მოგიგე. მე ვერ გამოვიცნე ახლა. ვაჟას რო იძახ, არ მასწავლა სირინოზს. 1, 2, 3. ბიჭო, ესეთი ანეკდოტი არის რა, მიხო და მაროზია ანეკდოტი რა. და მიხო მარო უკეთებს საჭმელს რა, ლობიო უნდა გაუკეთოს მარო მიხოს რა. ხო და რეები გჭირდებაო რა, მიხოს ეკითხება მარო რა, რა პროდუქტები მოგიტანოო რა და იდეაშიო რა მჭირდებაო რომ ლობიო მინდაო და მწვანილებიო რა, რამოდენიმე მწვანილიო რა. რაღაცა რეჰანი დამჭირდებაო ლობიოსთვისო, რავი, ქინძი, კამა, თონდარი. ბიჭებო, დამშვიდით ეს თემა და ქულა გაბათილებულია. ჩამოთვლილია. იმიტომ რომ ჩამოთვლა არ შეიძლება. თონდარი იყო ხო? ამაში ხედე ქონდარს ერთხინე.
ნახე ხო ჩამოთვლა არ შეიძლება. ხო დავწერე, ნახე კონდარ წერდი. ჩამოთვლა არ შეიძლება. არა, ძმა, კონდარი ძალიან ისეთი. ხარ მაინც ყველა იცნობ. კი, კონდარს ის. აი, ეს გაითვალისწინე ხა ხო რომ ორი ქულა. ჩამოთვლა არ შეიძლება და პირველი შემთხვევა რადგან იყო თავიდან ამოიღე თემაც და მაგრამ შეხო თქვი რომ სიტყვებია ეს ხო, მაგრამ ჩამოთვლა იდეაში იყო. საქმეში საჭირო ჩაჟდა, მაგრამ ისინი. ჩამოთვლა არ შეიძლება, მძიმით არ შეიძლება. ანუ ის რომ მახათი რომ მომივიდეს ის არ შეიძლება ნემსები და მახათები პაპიროს არა, გამოვიდეს. ამან იგივე არ ქნა მაშინ რომ ჩამოთვალა ის. არა, ნახე წინადადებებში ჩამოთვალა, ბევრი თევზები არსებობს. სხვადასხვა წამოიღე რაღაცა რა. ზერ თემა ნახე, აგერევა მე. აი, იყო, მაინც კონდარწერდით ბიჭო. აზე ხარ რა გადაგარჩინე? სკოლა. სკოლა ამოვიდა. სკოლელები ვიყავით მე და გევორგ იფიქრე ბაკარიძე. რაღაცა. სკოლა და ფირინო. სკოლა. დირექტორს ამოიღეს, მინდი ბაშოს ამოაღები. სკოლაზე ამოვიღებ. ძველს ბიჭო, ამოიღებ. ორი. აბა ბიჭებო, ერთი. ერთი. ორი, სამი. მოკლედ ეგეთი ამბავია რა, მე და ქორო ერთ სკოლაში დავდიოდით, მე 18 სკოლელები ვართ, თავიდანვე იყო იმ განხრით, რომ ფეხბურთელი უნდა გამოსულიყო, მაგრამ არ გაუმართლა. და ეგ სიტყვა საჭოა ხო ეხა რაში უნდა გამოვიყენო. ხო, სკოლაში რო ის ბოლოზარის და რაღაცეები რო იყო და იმაზე რო გამოდიოდით რა, შენ სცენაზე რო გამოდიოდი და რო გვაცინებდი და რაღაცეები, მაგრამ რომ თავდებოდა ეგ რა, ბოლოზარი რომ თავდებოდა რაღაცას რო გაიღადავებდი, იქ იყო ხოლმე რა, ჩამოწერილი იყო ხოლმე რაღაცეები რა, სუბტიტრები იყო რაღაცეები. კიდე რა იყო, სუბტიტრები იყო, ხო. ხო და ახოდუ რა ხდებოდა მე. გამახსენდა ხო მე სკოლაში მე ისე ვიდეოებს რო უყურებდით ხოლმე და რაღაცა ვიდეო რომ თავდებოდა ხოლმე მე იქ რაღაცეები იწყებოდა ეწერებოდა ხოლმე რა ვინ იყო მთავარ როლში და რაღაც ქრონომეტრაჟები იყო ხოლმე ასევე რა ხო და მაქედან გამომდინარე შენ ხარ ჩემი კლასელი თუ რაღაცა короче ამოიწურა დრო საკმაოდ საინტერესო ისტორია იყო ეთლისტ 50-50-ზე გაგვიხადა რა კი ანუ ბაზერბითერი ქრონომეტრაჟი ბაზერბითერი ქრონომეტრაჟიო ბაზერბითერი მაგრამ არა უყურე გეტყვი სუბტიტრი არ შეეშლებოდა შანსი არა იქ რო წერებული იყო და მაგით დავწერე ქრონომეტრაჟი ცალ-ცალკე ხარ ყველა 1 2 3 ქრონომეტრაჟი არა მესამე წრეში მონაწილეებს უწევთ უკვე თავიანთ მონათხრობში ორი სიტყვის ჩასმა. მაგალითად, ქაღალდის თვითმფრინავი. ყველაფერი იმავენაირად ხდება, უბრალოდ მთხრობელი იღებს თითოდან 5 ქულას, ხოლო გამომცნობი 3 ქულას. სამსახური აი სამსახური ზაგიმატია. ოპა ყველგან უმუშავია იმას მაგრამ ნახოთ რა. სამსახური და ჩემი კაი არ გაგიმარტივა? მე გადავები? კაი 1 2 3 კაი ბაბუო ჩემი იყო კომკავშირის წევრი და მოკლედ ესეთი ამბავი იყო რომ ერთხელ დაადგნენ კანონიერი ქურდები და მოანდომეს რომ დაეხიათ ასე ვთქვათ ქონება რა აი ესე იგი რასაკეთებენ ეს აბრეშუმის ჭიები ხავდათ ლაგოდეხში სოფელ ლელიანში და აბრეშუმის ჭია ჭამს თუთის ფოთოლი უნდა ჭამოს და მე ეს აკეთებს იმეს რა აბრეშუმის ანდის და დაადგნენ და მოკლედ ესეთი ამბავი იყო რომ დაუცხრლეს კარი და ბაბუო ჩემს შეეშინა და დაემართა დიაბეტი ამ ყველაფრისგან რა მოკლედ მე იმის გამო დიაბეტი დაემართა ვეღარ გადავიდა სამსხურში და სამსხურმა უთხრა ჩვენო შეგვიძლიაო რომ უზრუნველყოთო შენი ასე ვთქვათ სამსხურო და პირველად ამ საქართველოს ისტორიაში იმ დროს 70-იან წლებში გააკეთეს სამსახურის დაზღვევა. ანუ ესე დაზღვევა გააკეთეს რომ კაცს გადაუხადეს თანხა იმის გამო რომ კანონიერმა ქურდებმა დაუცხრლეს კარი და გაუშვეს უხელფასო შვებულებაში ხელფასიან შვებულებაში გაუშვეს ბაბუო ჩემი და სადღაც 15 წელი იღებდა ფულს არაფერში. ამოიწურა დრო. მე ვერ გამოვიცნობდი. პირდაპირ გეუბნებით. ჩემი აზრით 15 ქულას აიღებს. შენი დაწერილია ყველაფერი და მეხმარებოდი. არა, მარტო ჩემია, შეგიძლია 1 2 3. აბრეშუმის ჭიამ წერია მე. დაზღვევა რა თქმა უნდა, არასწორია ყველა პასუხი. როგორ დაიწყე ისტორია? ბაბუო ჩემი იყო კომკავშირის წევრი. კომკავშირის წევრი იყო? შენ ძოს ანებრო დამეწერა ან აბრეშუმის ჭია და 31 ქულა გაქვს. მე ორი ადგილი შევიწოლო. ლაშა. შანსი გაქვს მაინც. შეიძლება ბოლოზე გავიდე აი ხა უნდა გაგიმართლოს.
თემა არის სიტყვაზე. არა, ეს არის თემა. ერთ სიტყვიანი თემა იქნება. კონცერტი. კონცერტი და კონკავშირის წევრი ხო გაგიხარდა რომ მოგივიდა? ბიჭო, და არა. იმიტომ რომ არ ამეთქვა, მე ბაბუოჩემზე გამახსნა, რომ ბაბუოჩემზე მოვყვები რამეს თქო და ბაბუოჩემის ისტორიაში ჩავაკვეხე კონკავშირის წევრი. 1 2 3 წავიდა. კაი, მოკლედ ეს კონცერტი იყო მაიკლ ჯექსონის კონცერტი. მაიკლ ჯექსონის კონცერტი იყო რა. ხო და ერთ-ერთი ყველაზე ძალიან ფართომასშტაბიანი თავყრილობა იყო ხალხის. ხო და რამდენიმე მილიონი ადამიანი ესწრებოდა ამ კონცერტს და მაიკლ ჯექსონი არ იყო, ეს რა ქვია, სცენაზე რა, დაახლოებით 1 საათი დაიგვიანა რა. იმიტომ რომ 12 გოჯა ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა რა. და მე გამოვიდა ერთ-ერთი წითელქუდა დიქტატორი, რომელმაც თქვა, რომ მაიკლ ჯექსონი 1 საათით დაიგვიანებსო, იმიტომ ოპერაცია აქვს გაკეთებულიო რა. ამოიწურა დრო. ლაშა დღეს სუსტი რგოლია. აუ, ნეტა გავბაზო უნდა ვიკაიფო. ლაშა ბახომ რამე თუ გამოიცნო, შანსი აღარ გაქვს უკვე. მე ზოგადად ჩანსი მაქვს. აუ, ცუდათავა. კაი, 1 ვაჟა, რა შვები პოემას წერ? აღარ მეტევა, მიწერია კაროჩე რა. 1 2 3 წითელქუდა დიქტატორი, წითელქუდა დიქტატორი, წითელქუდა დიქტატორი. 12 გოჯა ნაწლავი. რატო დაწერეთ წითელქუდა დიქტატორი? მე ხო გითხარით, ეს არ იქნება თქო, ისა ფოთლის მაშინ არ უნდა მე რო ჩაუთვალე მაგითო ვიფიქრე. ლაშას 25 ქულა აქვს უკვე, ვაჟას 26 და ვახოს 31. ლაშა როგორ დაბრუნდი? თემა არის თეატრი. კარგი. თეატრი ამოვიდა, ვაჟა მზად არის. ძალიან ბაზარი არ არის. ძალიან დაძაბული სიტუაციაა. 1 ვაფშე ვითომ არაფერი არ მოხდა. 2 3 მოკლედ ესეთი ისტორიაა რა, სპექტაკლი თეატრში ხდება, რა თქმა უნდა, ისტორია, სპექტაკლი მიდის რა და მოკლედ სპექტაკლს როცა სპექტაკლი მიდის, ჩუმად არის ყველაფერი, ბუზის გაფრენის ხმა ისმის რა. და ამ სპექტაკლის მსვლელობისას რაღაცა ერთ ადამიანს ჰქონდა სურდო. და ესე ცხვირში რო სრუტუნებ, ხო იცი? ამას აკეთებდა, კაროჩე, ძალიან დიდი ხანი რა. და უკან ვინტიპიცეშ და დავინახე რომ კაროჩე, ანუ რამდენჯერმე გადაწყვიტა რომ ისექნა რა, რომ აი ხელი ეჯიკა რა, რომ გაჩერდიო რა, ანუ ტვინი წაიღო რა, ესე ცხვირში სრუტუნით, აი ეს ძალიან დიდხანს აკეთებდა რა. და კაროჩე, რამდენჯერმე გადაიფიქრა, გადათან ისიც როგორ აკეთებდა, იცი რომ სულ კი არ აკეთებდა, ანუ რაღაც პონჩი ანუ გეგონებოდა რომ მორჩა. მაგრამ როგორც კი ოდნავ რაღაცა, ისე ვიწყებდა და ამ ტიპმა ესე მაინც ბოლოს ვეღარ მოითმედა და ესე გაკრა ხელი და ესე რომ გაკრა ხელი, ეს ტიპს ესე თავი მოუვიდა და ესე ქერა პარიკი გადაუვარა და ანუ პარიკი ეკეთა. აბა დაძაბული სიტუაცია 31. პარიკი ეკეთ ამოასწრო? კი. ყველაფერი მოასწრო რას? კარგი. მზად ხართ მე მგონი ყველა. 1 2 3 ბუზის გაფრენა, ცხვირში სრუტონი. და ვაჟა რა იყო? ცხვირში სრუტონი. ცხვირში სრუტონი. ნახე ამ ტაქტიკა აირჩია რომ ბევრჯერ ვიტყვიო და ვაშა შენ ნანახი ქონა. 3 ქულა დაგემატა. და 28 ქულა გაგიხდა. ხო? ხო სწორი ვარ. კაცი მე დაბასტომ რო არ ავიღოთ და ლაშა მაიღოს. ეხა ბოლო 1 წუთი გადამწყვეტია, მაგრამ თემა რა მოგივიდა? მაღაზია. თემა არის მაღაზია. ეხა რა ხდება? 31 შეეშავა და მე უნდა გამოვიცი. всё, 1 2 3 90-იან წლების ამბავი, ოღონდ ნაღდი ამბავია რა. ოასოს ბუდკა იყო ჩვენთან დინამოს სტადიონთან ორჩინამოს წინ რა და იქ ეგეთი შემთხვევა მოხდა რა. ავტორიტეტი ტიპები შევარდნენ იმ ბუდკაში და მაგრა იმასმეს რა. მაგრაცემეს ის გამყიდველი რა და მაგრამ გამყიდველი რო ცემეს, მაგრა წაიყვანეს საავადმყოფოში რა. საავადმყოფოში რო გადის, რა თქმა უნდა, ეხა სისხლის ანალიზები უნდა გაიღო რა ამ ტიპს რა.
ახალგაზრდა ბიჭი იყო თან და ძალიან ცუდად გახდა და რაღაცა და დაურეკეს იქ მეგობრებს რაღაც ყველა შეყარეს რაღაცა რა ხდებაო როგორ არის ეს ადამიანიო ხო მშვიდობაა ხო არ კვდებაო რაღაცა არაო ეხაო გავაკეთებთო გავიგებთო ანალიზების პასუხსო და ვახავთო როგორი სისხლისა ერთო აქო რა და ამასობაში ბიჭებმა რომ დაინტერესდნენ რა თუ რაღაცაო ჩვენ შეგვიძლია რომ დავეხმაროთო რა ამასო და ჩვენцо გადაუსხავთო სისხლს არაო პრობლემაო რა ხო და ერთი ბიჭი იყო რა გოჩა ერქვა რა კაი კაცი იყო და გადაისხა ეს სისხლი გადაისხა და მივიდა და დაეხმარა და გადაარჩინა ეს ტიპი რა ეს ნაღდი ამბავი ამოიწურათ რომ ნაღდი ამბავი მადლობა 90-იანების გახსენებისთვის თქვენ არხი გამოიწერეთ მეგობრებო მე არ ვიძახი ხოლმე ამას და ვიტყვით ხეიდან თქვიო მითხრეს და უნდა ვთქვა ავიდეთ 50000 1 2 3 სისხლის გადასხვა, სისხლის ანალიზი, სისხლის საერთო. და სწორი პასუხია სისხლის საერთო. That's the way. I like it. ბიჭო, რამდენი სისხლის რაღაცა თქვა და ბიჭო, მეთქი სისხლის ანალიზი, სისხლის საერთო თქო. ბიჭო, სისხლის გადასხმა შეიძლება და ყოფილიყო. იყო იმაში რა ლოგიკაში მაგრამ ბიჭო, უფრო რთული გასახსენებელი. ნახე, სისხლის საერთო იყო რთული გასახსენებელი. ხო, სისხლის ანალიზი ხა შეიძლება ბიჭებო, მაინტერესებს როგორ მოგეწონათ ეს გადაცემა და ვახო გილოცავ შენ ჰაბჭის აბჯი 300 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც არის ხიზანიშვილის რაღაც ნომერში. კი ბატონო. ხალხი რო გამოიწერონ, მადლობა 1320 ადამიანს. მე მთელი გადაცემა იუთუბერებს უთხარი. აი, ლაშავ, subscribe ხალხნო. იბერიას თამაშებზე რო იარონ? იბერიას თამაშებზე. რატო უნდა იარონ იბერიას თამაშებზე? მეგობრებო, აუცილებლად უნდა იაროთ იბერიას თამაშებზე, იმიტომ რომ ყველა საშინაო მატჩზე გვაქვს გათამაშება, სადაც თამაშდება PlayStation-ის აგზურები, AirPods-ები, იბერიას მერჩი და ასე შემდეგ და სეზონის ბოლოს რაც თავარია, მეგობრებო, სეზონის ბოლოს თამაშდება Audi Q5. იარეთ იბერიას საშინაო თამაშებზე და მოიგეთ Audi Q5 15000, 10000, 5000 და ორკაციანი საგზური. Yes, 300 ლარი ბოზი.